მდინარე რიონმა გამთენისას სოფელ პატარა ფოთთან ნაპირდამცავი დამბა გაარღვია და ასობით სახლი დატბორა. ზოგ ადგილებში ამ დროისთვის წყლის დონე 1 მეტრს აღწევს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, წყალდიდობის გამო დახუცილია მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. განადგურდა საოჯახო ტექნიკა და სიმინდის ყანების შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები, ასევე სამხარეო ადმინისტრაცია. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მუშაობას დღესვე შეუდგება. ქართული პარტიის ლიდერები ევროპაში იმყოფებიან. ინტერპრესის ცნობით ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, ეროსე კიზმარიშვილი და გორგა გუნცაძე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ოფუაშვილს ჟენევაში შეხვდებიან. ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი ჟენევაში სტამბოლის გავლით გაფრინდნენ. მოგვიანებით კი მათ გორგა გუნცაძე და ეროსე კიზმარიშვილი შეუერთდნენ. სავარაუდოდ ახალი პოლიტიკური გუნდის ლიდერები პარტიის უახლოესი სამოქმედო გეგმის დეტალებს ათანხმებენ. ისინი თბილისში ორ დღეში დაბრუნდებიან. ახალი პარტიის ძველი პოლიტიკური სახეები შეხვედრის სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამ წუთისთვის ჩვენ პარტიის საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის შემდეგ, როგორც გამოაცხადეთ, დაგეგმილი ქონდა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა. ამ ინიციატორები, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნით ახლა ვიმყოფებით ჟენევაში. და გვაქვს კონსულტაციები უკვე მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებზე და ყრილობის საორგანიზაციო თემატიკაზე. ედვარდ სურვანიძისა და მისი თანამზრახველების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარლამენტის ყოფილი წევრი ედვარდ სურვანიძე ფულის გამოზავლის ბრალდებით დააკავეს. სურვანიძესთან ერთად დაკავებულია გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი. შერასენებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ედვარდ სურვანიძე გუშინ დააკავეს პარლამენტის ყოფილ წევრსა და ვიცე-სპიკერს ბრალი ფულის გამოზავლაში წაუყენეს. ხუთის თანამშრომლებმა სურვანიძესთან ერთად კიდევ ორი ეჭვმიტანილი გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი აიყვანეს. გამოძიების მტკიცებით მათ საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ინვესტორს უკანონო დაუკვეთეს თავისუფლება. დაშინებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით კი $270,000 გადახდას აიძულებდნენ. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გუშინ საღამოს გერმანიაში ბადენ-ბადენში გაემგზავრა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქმა განაცხადა, ის საქართველოს მალე დაუბრუნდება. მკურნალი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია, თუმცა ბოლოდროინდელი გადაღლილობის გამო ილია მეორე სამედიცინო პროცედურების ჩატარებას საჭიროებს. პატრიარქი გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში რეაბილიტაციის კურსს 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარებს და დაისვენებს. უწმინდეს თან ახლავს საპატრიარქოს დელეგაცია. პატრიარქი საქართველოში ნოემბრის დასაწყისისთვის დაბრუნდება. ჯვარი გეწეროთ, ჯვარი ეწერო საქართველოს. გერმანიაში მივდივარ და ორ-კვირაში დაბრუნდებით ღვთის მადლით. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უბრალოდ მას ძალიან დატვირთული თვეები ჰქონდა, ძალიან გადაძაბული რეჟიმი სამუშაო და ჩვენი ამ გერმანიაში ვიზიტის მიზანია ძირითადად მოკლე რეაბილიტაცია, სარეაბილიტაციო კურსის გავლა და დასვენება მისი. და მცირე მასშტაბის ესეთი კლინიკური გამოკვლევა შეიძლება გაუკეთდეს, იმიტომ რომ მას სულ რამოდენიმე დღის წინ უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების თანდასწრებით კონსილიუმიც იყო ჩატარებული, გამოკვლევები ჩატარებული, ასე რომ აქ მკურნალობის ტაქტიკა და მკურნალობა თვითონ არ ითხოვს რაიმე შეცვლას და რაიმის დამატებას. საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღებას რადიო თავისუფლება ეხმაურება. საქართველოს პარლამენტმა უდიდესი უმრავლესობით ხმამისა სადაოდ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელთა მიხედვითაც მთავარი ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს მანევრი მიხეილ სააკაშვილს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის, ანუ 2013 წლის იანვრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საშუალებას მისცემს. ირონიულია, მაგრამ ეს ცვლილება ძალიან მოგვარგონებს სააკაშვილის ისტორიულ
ისტორიული მტრის ვლადიმერ პუტინის ნაბიჯს. პუტინი ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც ის ძალიან პოპულარული იყო, რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად დღესაც ის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერია. სააკაშვილმა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი შარშან დაიწყო და ამის წარდგენა ისე სცადა, როგორც მმართველ ხელისუფლებასა და სულ უფრო მტრულად განწყობილ ოპოზიციას შორის უფსკრული სამოსების სურვილი, მაგრამ სააკაშვილის ოპონენტებმა უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე და საკითხთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღების პრივილეგია პრეზიდენტსა და მის პარტიას დაუტოვეს. პარლამენტის გადაწყვეტილება ალბათ გაანაწყენებს საქართველოს იმ ექსპერტებს დასავლეთში, რომლებიც შეშფოთებით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ მოწყდა სააკაშვილი მისივე ვარდების რევოლუციის დემოკრატიულ მანდატს უფრო ბუნდოვანი გარკვეულწილად მართვის ავტორიტარული სტილის სასარგებლოდ. წერს საკუთარ ვებგვერდზე რადიო თავისუფლება სტატის ქართული ვერსიის ნახვა Foreign Press-ზე შეგიძლიათ. ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტო სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისათვის ტრენინგები გრძელდება. მათი გადამზადების პროცესს დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. ტრენინგები პედაგოგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უტარდებათ. 3,000-მა პირველ კლასელმა უკვე მიიღო საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი, ნეტბუქები. ეს ნიშნავს, რომ აგრეთვე ყველა პირველ კლასელის მასწავლებელმაც მიიღო ეს კომპიუტერები. მომავალ წელს უკვე ყველა პირველ კლასელი, რომელიც მოვა 15 სექტემბერს სკოლაში, მიიღებს ესეთ ნეტბუქებს თავის ჩატვირთული სასწავლო პროგრამებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში, რომ მასწავლებლებს ჩვენ დავეხმაროთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს უკვე მესამე ეტაპი არის მასწავლებლების ტრენინგის, იმისათვის, რომ მასწავლებელმა გაკვეთილის დროს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც მათემატიკაში, ასევე ინგლისურში და ქართული ენის სწავლების დროს. ძალიან კარგია ჩვენთვის, დიდი გამოცდილება მივიღეთ. სასიამოვნო და ძალიან ისეთნაირად გასაგებად აგვიხსნეს ეს გაკვეთილი, როგორ ჩავატაროთ, როგორ გამოვიყენოთ პროექტორი, როგორ თვითონ ეს ნეტბუქის გამოყენებაც, აქამდეც კი ვიცოდით, მაგრამ ბევრი სიახლე გავიგეთ კიდე. პარლამენტის წინ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული კვირეული სიმბოლურად წითელი ლენტით გაიხსნა. კვირეული თბილისის მერმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად გახსნეს. მანამდე კი ვაკის პარკიდან პარლამენტამდე ველოსიპედებით მსვლელობა მოეწყო, რომელშიც თბილისის მერი და გარემოს დაცვის მინისტრის მონაწილეობდნენ. როგორც დიდი უგულავამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი რელიეფური ქალაქია და აქ ველოსიპედი გადაადგილების საშუალებად არ გამოიყენება, მნიშვნელოვანია ზოგჯერ მოქალაქეები ავტომანქანებიდან ველოსიპედებზე გადასხდნენ. მერის განცხადებით ეს ხელს შეუწყობს ქალაქის დაბინძურების შემცირებას. დღეს ჩვენ აღნიშნავთ კლიმატის კვირეულს საქართველოში. კლიმატთან დაკავშირებული ამბები იქნება მთავარი თემა კვირის განმავლობაში მთელს მსოფლიოში. ჩვენ დავგეგმეთ საქართველოს მოქალაქეების, მასწავლებლების, მოსწავლეების ინფორმირება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა რომ კარგად გამოვიკულიოთ ეს პრობლემები. დაწყებული საკუთარი ქუჩიდან ზრუნვაზე და დამთავრებული ბიზნესში, სუფთა გარემოს შექმნაზე, მრეწველობაში და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევხვდით ჩვენი წვლილი საკაცობრიო პრობლემის წინაშე, რომელიც ყველას უფლებლივ შეიძლება შეგვეხოს. ეს კვირეული ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თვალსაზრისით პირველ რიგში. თანამედროვე სრულფასოვანი მოქალაქე, სამყაროს მოქალაქე ნიშნავს იმას, რომ ის ზრუნავს ყველაფერზე, რასაც ჩვენი გარემო ქვია და გარემო არ იწყება მარტო საკუთარი სახლის ან ეზოში, თუმცა ამით იწყება, მაგრამ აქ არ თავდება. მალე თბილისის ქუჩებში შესაძლოა ელექტროტრანსპორტი გამოჩნდეს. ამ გეგმაზე თბილისის მერია მუშაობს. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ელექტროტრანსპორტით გადაწყვიტა. ამ საკითხზე დღეს თავად გიგი უგულავამ ისაუბრა. ერთ-ერთი მიზეზი ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვია, რომელიც ქალაქს აბინძურებს, არის მეორე მიზეზიც. დედაქალაქის ბიუჯეტიდან წელიწადში 29 მილიონი ლარი მხოლოდ ყვითელი ავტობუსებისათვის საჭირო დიზელზე იხარჯება, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოაქვთ ავტობუსებს ეტაპობრივად თანამედროვე ელექტროტრანსპორტით ჩაანაცვლებენ. მიუხედავად იმისა, თბილისი ძალიან რელიეფური ქალაქია და ველოსიპედი როგორც გადაადგილების საშუალება ტრადიციულად არ გამოიყენებოდა განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისგან, სადაც რელიეფი უფრო სწორია. ყველა სეგმენტში იქნება ეს იგივე, აი თქვათ მერიას დაქვემდებარებულია ავტობუსები, რომელიც დაახლოებით წელიწადში 29 მილიონის დიზელს წვავს. ერთის მხრივ ეს არის თანხა, რომელიც გარეთ გადის, იმიტომ რომ დიზელი საქართველოში შემოდის. მეორეს მხრივ ეს არის ერთ-ერთი დიდი წყარო დაბინძურების. ამიტომ
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეტაპობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში თანამედროვე ელექტროტრანსპორტით ჩავანაცვლოთ ავტობუსები, ან საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირებას და დახმარებას სწორედ ელექტროტრანსპორტს გაუწევს. კლიმატის კვირეულში და საერთოდ დღევანდელი აქციით ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ ჩვენი პატარ-პატარა გადაწყვეტილებებით, ცხოვრების სტილის შეცვლით შეგვიძლია დიდი პრობლემის შეჩერებაში თუ არა, მოგვარებაში თუ არა, შეჩერებაში მაინც ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუ ამის შანსი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯობს ვიაროთ ველოსიპედით, ვიდრე ავტომობილით. დღეს ჩვენ ვხსნით კლიმატის კვირეულს მეორედ საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ემსახურება მთელ მსოფლიოში ტარდება ერთი დევიზით, რომელსაც ქვია ვიმოგზაუროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად. ეს არის წლევანდელი დევიზი, სლოგანი, ესე ვთქვათ, ამ კვირეულების, რაც ჩატარდა მთელ მსოფლიოში და ტარდება, კიდე გრძელდება ჩატარებაც.